დღის აქტუალური თემა. რადიო იმედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას. ჩვენი საუბრის თემა არის შიდა პოლიტიკა. ირაკლი ლატარია, ანალიტიკოსი, ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. საპარლამენტო არჩევნები 2020 ვსაუბრობთ შიდა პოლიტიკაზე და უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს ქართული ოცნების და ოპოზიციის დიალოგის შედეგი. მით უმეტეს, რომ ოპოზიციას აქვს ხომ მკაფიო პოზიცია და ითხოვს ვადამდელ არჩევნებს. გისმენთ? ჩვენ მე არა ეხლა ბევრი ხნის წინ შარშალწინად თითქმის ყოველთვის როგორც კი არჩევნები გახსოვდებოდა სულ საუბრობდი რომ დღევანდელი დესტრუქციული ოპოზიცია არ ელოდება არჩევნების დღეს ისინი ყოველთვის ელოდებიან არჩევნების მეორე დღეს რათა მათ ზუსტად იციან ჩვენზე კარგად რომ ისინი ვერცეთ არჩევნებში ვერასოდეს ვეღარ მიიგებენ და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ცდილობენ რომ თვითონ რევოლუციური სცენარით რაღაც დონეზე მოახდინონ ქვეყანაში დესტრუქცია. ჩვენ ხედავთ ბოლო მათ განცხადებებსაც კი თუ მათ ვერაფერს ვერ მიაღწევს ნახეთ რომ საერთაშორისო არენაზე როგორი ხარდაჭერა გმონდება არჩევნებს ბუნებრივია იყო ტექნიკური რაღაც შეცდომები მაგრამ ეს არ არის იმ ხასიათით რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს რაღაც შედეგების ისეთი კორექტირება რომელმაც შეიძლება რომელიმე ძალაზე უფრო მეტი პროცენტის მიღება მოახდინოს ან ნაკლებ. აქედან გამომდინარე ბოლო განცხადებასაც ვხედავთ თუ მივაქცევთ ყურადღება დღევანდელი ოპოზიცია უბრალოდ დესტრუქციული ის ოპოზიცია რომელიც წესით ჩემის აზრით უმრავლესობა იყო ციხეში და არა გარეთ ისინი უკვე მოუწოდებენ თავიანთ ამორჩეველს და ამასთანავე თავიანთ ლიდერშიპს რომ მოახდინონ სიცხვილის კორიდორი და თითქოს გაიარონ იმ საზოგადოებამ რომლებიც მართლაც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ და მიდიან ხმის მისაწევად ეს როგორც კანონის დარღვევა ამასთანავე უნდა აღინიშნოს რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიდიან რომ მოხდეს მაგ დროს შეკამათება ჭუჭი შეიძლება სიცხლის ზღვას და ასე შემდეგ ანუ პროვოკაციაზეა საუბარი პირდაპირ მითითება არის რომ დავღალოთ დღევანდელი ამორჩეველი და მათი პირდაპირ მითითება არის რომ ყველაფერი გაკეთდეს მაქსიმალურად ეს იქნება შეძინა ეს იქნება ადამიანების დასჯა ეს იქნება შეშინება და ასე შემდეგ რომ მათ მოახერხო რაღაც სიგრძით დღევანდელი ხელისუფლების და დღევანდელი მოსახლეობის როგორც გადაღლა ასევე დღევანდელ მოსახლეობაში ნიჰილიზმის შეტანაც კი მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ იმიტომ რომ მოლაპარაკება ზოგადად და პარლამენტში შესვლას ალტერნატივა არ აქვს ჩვენ ვიცით რომ თვითონ შიგნითაც უკვე ოპოზიციური ძალები ერთმანეთში გამომრიცხავ შეფასებებს აკეთებენ და უმრავლესი მათი ხელმძღვანელობის და უკვე მზად არის რომ შევიდეს პარლამენტში რასაც შორიდან უყურებთ იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ ვერაფერი ვეღარ გაგრძელდება, იმიტომ რომ მათ რაც მიიღეს, სიმართლე გითხრა მე ისე ძალიან მიგვირს რაც მათ მიიღეს, მაგრამ ეს მათი ხმა არის და მათ მიიღეს და აი ძალებმა რომლებმაც 10 და 20 ხმა მიიღეს და ისინიც კი რომ თითქოს ის მოგებუდესაურები არ შევალ თუ კი არ შეხვალ მათ 0.87%-ს კი ვერ გადალახა. განაახლა უბრალოდ საზოგადოება მათ აჩათვალა. გასაგებია. მიეცათ ხმა და აქედან გამომდინარე მათი ამოცანა არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია და მათი ამოცანა არის. გასაგები, კი ბატონო. ერთმანეთში საზოგადოებაში გამოიწვიოს. ბატონო ირაკლი, რა შეიძლება საზოგადოება ზოგადად ყველა ვეძებთ გამოსავალს, ხო? როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით? გამოსავალი არის ორი მხარე. ერთი მხარე გას საზოგადოება რომელსაც მართლაც უნდათ რომ იყოს სიმშვიდე, მართლაც უნდა არჩევნების გზით შეიცვალოს რაღაცეები, ეს იქნება ეს, მაგრამ ამ რაღაცეებში არავითარ შემთხვევაში არ შედის ძველი ძალის ზემოქმედება, რომელმაც საზოგადოება მოლოდინში არის ყოველთვის მოლაპარაკება სიმშვიდე, იმიტომ რომ ერთადერთი ხელისუფლება 2012 წლიდან დღემდე არის ერთადერთი ხელისუფლება ქართულ ოცნებამ, რომელიც დროსაც ჩვენ და საბედნიეროდ არ მომხდარა ომი და ჩვენ და საბედნიეროდ არ მომხდარა სისხლის ზღვრა. აქედან გამომდინარე საზოგადოება მიხვდა თუ რა დონეზე საჭიროა დღევანდელ პერიოდში 21 საუკუნეში მშვიდობა, თუ რა დონეზე საჭიროა განვითარება და ასე შემდეგ. თან მაშინ როდესაც ჩვენ გლობალური პრობლემის წინაშე ვდგავართ, რაც არის პანდემია, რომელსაც გერმანიის, შვეიცარიის და ასე შემდეგ ქვეყნის ეკონომიკასაც კი გაუჭირდა ამაზე. ამის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს რომელსაც არ გააჩნია ნავთობი, რომელსაც არ გააჩნია ხელშემოსავალი რაღაცები, თქვა თამამად გადადგა პოლიტიკები. ამის ფონზე კიდე ჩვენ შიგნით როდესაც ვხედავთ რომ ოპოზიციური ის ძალა ცდილობს კიდევ რაღაცებს ხელისუფლებას საზოგადოებას
ეს საზოგადოება არის გაღიზიანებულ, საზოგადოება ჭირდება სიმშვიდე, საზოგადოება ჭირდება რომ დალაგდნენ, შევიდნენ პარლამენტში და დაიწყო მუშაობა და ძალიან ბევრი ახალი პროექტი, მე როგორც ვთქვი, ინფორმაცია ახალი პროექტი, რომელიც ჩემი ქვეყნის განვითარებას, ჩემი ქვეყნის ხვალინდემგრეს, ეკონომიკურ განვითარებას პირველ რიგში დაადგება, ის კანონები არის მისაღები. კი, ბატონო ირაკლი, როგორ წარმოგიდგენიათ ყველაზე ცუდი სცენარი? ხელისუფლება პრინციპულ უარს განცხადებს ვადამდელ არჩევნებზე, ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, რა შეიძლება მოხდეს, ხო? ანუ სცენარი როგორ განვითარდება? ყველაზე ცუდი სცენარი, ყოველთვის არის რაღაცებაც უნდა დაუშვა, ყველაზე ცუდი სცენარი მათ უნდათ 20 ივნის, მაგრამ არ გამოუვიდათ, ანუ მათი სცენარი, მათი ყოველდღიური ირადად მათი ოცნება არის, რომ სადმე შეიჭრან და მოახდინონ რევოლუცია, მაგრამ ეს უფრო ვეღარ მოხდება. ჩვენ გვყავს სხვა ხელისუფლება და ყველაზე მთავარად თვითონ საზოგადოებას დაიზარდა. საზოგადოებას აღარ რევოლუცია და თან ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას დასავლეთის მხრიდან როგორი მხარი გვერდით მომდა, როგორი შეფასებები მოდის დასავლეთთან, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ნებისმიერი ყველა უცხო საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება, დამკვირვებლები იქნება, ეს იქნება ეუთო და ასე შემდეგ. ყველა დღევანდელ ხელისუფლების მუშაობას აფასებს როგორც დასავლური ხელისუფლება, როგორც დემოკრატიის პრინციპების ერთგულნი. აქედან გამომდინარე რევოლუციის დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა არის წარმოუდგენელი. დესტრუქცია ბუნებრივი ასაცილოს ოპოზიცია მათი მაქსიმუმი რაც შეიძლება მათ გაბედონ, უბრალოდ უკვე არაერთხელ გაუბედათ. ისინი შეეცდებიან აი ესე საზოგადოებაში ერთმანეთი დააპირისპირონ და მოხდეს სისხლის ზღვრა. მათ წყურია ციხისკენ და სამწუხაროდ, მაგრამ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის შვილები, აქედან გამომდინარე ჩვენ თვითონ მაქსიმალურად ვინც ვაზროვნებთ, ვინც ვცდილობთ რომ შვიდობა, სიმშვიდე, განვითარებაზე ვფიქრობთ, თუ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და ნელ-ნელა ისინი მოეშვებიან და ღმერთმაც 2024 წელში აღარ არსებობდნენ ისეთი ძალები, ისეთი დესტრუქციები, ძალები, რომლებიც ცდილობენ ხოლმე ქვეყნის დანგრევას და არა აშენებას. ხელისუფლებას უნდა ყავდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, და მართლაც აი ბევრი წელია თითქმის ყველა როგორც ანალიტიკოსები ასევე ექსპერტები ძიებაში არის ყველა რომ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებასთან ჩასაფრებულები კი არ იქნებიან, ხელისუფლებას ბუნებრივად გააკრიტიკებენ, მაგრამ ერთად გააკეთებენ საქმეს. დღევანდელი ოპოზიცია შორასაც უყურებს. ესენი არიან ჩასაფრებულები, ესენი არიან ის ძალა, რომელსაც წყურია ციხე და რომელსაც წყურია რემაში. აქედან გამომდინარე ყველაზე ცუდი სცენარი მე გამომიდგენია 20 ივნის შეეცდებიან განმეორებას, მაგრამ მათ ეს ვერასოდეს ვეღარ გამოვიდა. დიახ, ბატონო ირაკლი, და ამასობაში მაინტერესებს, ხო, ანუ გაზაფხულზე ვადამდელ არჩევნებზე არის მაინც საუბარი, ანუ ნაციონალური მოძრაობა დაუშვათ რომ იქნება პარლამენტში, არ იქნება, ანუ რა დოზით იქნება, გარეთ ამ ძალიან აქტიურობს, ხო? თქვენ რას ფიქრობთ, ანუ როგორ განვითარდება მოვლენები? შესაძლებელია გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს? მე ვიცი რაღაც არის შესაძლებელი, მაგრამ მე მაინც შორიდან აი ახლა როგორც ხედავ, თუ პარლამენტში შევიდნენ ძალები და შედგა პარლამენტთან დაიწყო ფუნქციონირება, აღარ მგონია რომ რაიმე უკვე წინა პირობა არსებობდეს იმისათვის რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ამას ვხედავ და კიდევ ყველაზე მთავარი ოპოზიცია, რომელიც გაიზარდა 24 საათი ჩატარდეს თავიდან არჩევნები, ну, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი დააწოვა, თავიდან არჩევნები ჩატარდეს, მათ კარგად იციან, რომ უფრო ნაკლებ პროცენტს მიიღნენ. რატომ? იმიტომ რომ ახლა ბევრად გაღიზიანებულია საზოგადოება და მართლაც ის ხალხი, რომელიც უბრალოდ საქართველოს განაცხენებული სახში დაარჩენ არ წავიდნენ, უკვე ისინი წავდნენ და აქედან გამომდინარე ზუსტად იციან, რომ ისინი ბევრად ნაკლებს მიიღებენ პროცენტს. ვიდრე მიიღეს ახლა და საქართველოს კიდევ უფრო მეტ მიიღეს, აქედან გამომდინარე მათ არ აწყობთ ეს, უბრალოდ მათ მხოლოდ და მხოლოდ ხმაური დესტაბილიზაცია არის მათი მიზანი და მეტი არა. დიახ, და ბატონო ირაკლი, ну აი დასასრულს მაინც უნდა ჩაგეკითხოთ. ბოლოს და ბოლოს შევლენ თუ არა პარლამენტში და თუ დაუშვათ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ну საერთოდ იქნება თუ არა რაღაც გარკვეული დისკომფორტი, როგორ განვითარდება? აი ამ სცენარს როგორ ხედავთ თქვენ? კი ბატონო, მე როგორც უყურებ, შევლენ პარლამენტში, უკვე ნელ-ნელა დაიწყეს იმ 5%-იან, 3%-იან, მაგრამ 2%-იან პარტიებმა, რომელსაც ბუნებრივია ყავთ მათ გუნდში ისეთი ადამიანები, რომელსაც თავმოყარი ადამიანები, რომელსაც ეთქვით ასეთ სიტყვა საზოგადოებაში, ხედავენ ისინი, რომ სააკაშვილმა შეიწოვა მათი რეიტინგი და ყველაფერი და ისინი ხედავენ, რომ სააკაშვილი მართავს მათ როგორც მარიონეტს. ამიტომ მათ უნდა მიიღონ ინდივიდუალური განაცხადებები, ისინი კიდევაც უნდა შევიდნენ პარლამენტში და მაქვს იმედი, რომ ისინი შევლენ პარლამენტში. იმიტომ ყველაზე სწორი, ყველაზე
კონსტრუქციული და ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება რასაც მიიღებენ დღესდღეობით პარლამენტის უკვე წევრები, რომლებიც აღმალი უკვე იქნება პარლამენტის წევრები, იქნება ის, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში. სულ შევა ნაციონალური მოძრაობა, კარგი იქნება, რომ შევიდნენ ის ახალი ძალები, რომლებმაც ბუნებრივია ის ბუნებრივი ბარიერი გადალახეს და იმათმა გააგრძელონ მუშაობა დღევანდელ ხელისუფლებას. ეს იქნება მათი სწორი გადაწყვეტილება და საზოგადოებას დათმობება და საზოგადოების მხრიდან მათი შეფასებები ბუნებრივია. იმ დღესვე იქნება ბევრად უფრო მაღალი და ბევრად უფრო დანდოობაც მოიმატებს მათი საზოგადოების მხრიდან ვიდრე დღეს არის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. სატელეფონო ხაზზე იყო ირაკლი ლატარია, ანალიტიკოსი. ჩვენი საუბრის თემა საპარლამენტო არჩევნები 2020. შეგახსენებთ, რომ გადაცემის პირველ ნაწილში ამ თემაზე ჩაგვერთვო გია ვოლსკი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პირველი ვიცე-სპიკერი. შიდა პოლიტიკაზე საუბარს განვაგრძობთ 6 საათსა და 15 წუთზე. ანალიტიკოსი ზალან ჯაფარიძე ისაუბრებს ჩვენს ეთერში ამ თემაზე. დროებით მე მალე დაგიბრუნდებით. დღის აქტუალური თემა.